ალინდელ დღესთან დაკავშირებით მეგობარი აქტის მხარდასაჭერი მარში გაიმართება ხვალ 27-ში უკვე ვიცით რომ კონგრესში გაგრძელდება განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია მოლოდინებიც არსებობს ძალიან მაღალი თუმცა ხვალინდელ დღეზე მინდა გკითხოთ აი რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად აი ასეთი შინაარსის მარში რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს აი ამ ყველაფერს ხვალ მაგალითად რამდენი გამოვალთ იმას 27-ში რა შეიძლება მოვისმინოთ ამ საკითხთან მიმართებით. მოგესალმებით. ხვალ ამ აქციის მთავარი მიზანია რომ დავანახოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ადამიანებს, ვისაც ეხება მეგობრის აქტის განხილვა, მიღება, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტია და რომ ეს არ არის რაღაცა ცარიელი სიტყვები, რომ საქართველოში არიან ადამიანები და ეს ადამიანები ვართ უმრავლესობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაინახონ მათ, რომელსაც ძალიან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს აქტი ჩვენი დემოკრატიული მომავლისთვის და თუნდაც ჩვენი ევროპული მომავლისთვის. სწორედ ამიტომ თქვენ ახლა მე წარმოგიდგენთ როგორც მუსიკოსი, მაგრამ მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მე ვარ დამკვირვებელი ლექსოსთან ერთად და დამკვირვებელი და არაერთის არა ეს მაინც აღნიშნოთ ვიკრიბებით ჩვენ ყველანი იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კიდევ ერთხელ ჩვენ ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ სხვათა შორის დამკვირვებლებმაც რამდენიმე მარში ჩავატარეთ სწორედ აი ამ თემატიკას მივუძღვენით და სხვათა შორის ჩვენი მაშინდელი ერთ-ერთი მარში ჩვენ გახსოვს ძალიან კარგად ჯო უილსონმაც დატვიტა იქ გადაღებული სურათები მოიარეს მსოფლიო და ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ აქტს ჩვენი მომავლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ ადამიანებს ვისაც აწუხებს საქართველოს მომავლის ბედი მობრძანდნენ ხვალ 8 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან უნდა ვიყოთ ბევრნი იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ხანია უკვე ამას ვაკეთებთ დაღლილები ვართ მესმის მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს რატომ არის მნიშვნელოვანი ამ აქტის განხილვა და შემდეგ მიღება. კი ბატონო, ლექსო თქვენთანაც იგივე კითხვა მაქვს და ზოგადად მინდა კითხოთ, აი მოლოდინები როგორი გაქვთ, აი ამ მეგობარ აქტთან დაკავშირებით, აი რამდენად შეიძლება აი ამ საკითხის განხილვა უფრო მეტმა ყურადღებამ ახლა უკვე ტრამპის ადმინისტრაციისა საქართველოსთან დაკავშირებით შეცვალოს მათ შორის და ესე ვთქვათ დაეხმაროს იმ პროცესს, რა პროცესშიც ვიმყოფებით. ანუ ჩვენ ვიცით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ორივე პარტიის მხრიდან არის მხარდაჭერა მეგობარი აქტის მიმართ და რაც რო გადის უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს და თუ ჩაუღმავდებით თუ რას მოიცავს ეს მეგობარი აქტი რეალურად რა არის ხომ ანუ გთხოვენ რომ დაუბრუნდეთ დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩავსვათ ისევ ჩვენი მიმართულება გამანთავისუფლოთ პოლიტპატიმრები და გამოძიება დაიწყოს იმ სისასტიკეზე რაც ქართული ოცნების ძალოვნება ჩაიდინეს და ამ შემთხვევაში გვთავაზობენ გაუმჯობესებულ პირობებს, ეკონომიკურ პირობებს, გაუმჯობესებულ პირობებს ქართული კომპანიებისთვის უკვე ამერიკულ ბაზარზე თავდაცვის კუთხით გაუმჯობესებულ პარტნიორობას, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პირობები წერია შიგით, რაც ძალიან გამოადგება საქართველოს და აქ არის მხოლოდ ერთადერთი ქართული ოცნების პოლიტიკური ნება. წავლენ თუ არა ამ გზით, მაგრამ აქვთ მეორე გზა, რასაკვირველია შეუძლიათ არაირჩიონ ეს გზა და ამ შემთხვევაში ასევე მეგობარი აქტში სასახად არის გაწერილი, რომ დასანქცირდება აბსოლუტურად ყველა, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. და აქედან გამომდინარე, ხვალ საღამოს 8 საათზე ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ მარჯანიშვილის მოედანზე, რადგან 27-ში საქართველოს ბედი წყდება რეალურად რაღაც კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში და უნდა დავანახოთ ჩვენ რომელ მხარეს ვირჩევთ, ჩვენ რომელი გზა არის ჩვენთვის მისაღები, ხელი ჩამოვართვათ მეგობრულად ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ჩვენ ჩრდილოეთ მეზობლისკენ გავაგრძელოთ სვლა. კი ბატონო, და გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხზე, რაღაცნაირად აი ბევრნაირ
ფრონტზე გვიწევს მართლაც რაღაცნაირად ბრძოლა, ხო? ეს იქნება რაღაცა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ქუჩაში, სასამართლოში, მათ შორის მართალია იმ პირობებში, რა პირობებში და მდგომარეობაშიც არის ეს სასამართლო, მაგრამ მაინც და აი ამ კონტექსტში მინდა გითხოთ, რომ აი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა სწორედ საია საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება. საია დაობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლი, ანუ ეს არის თავისუფალი არჩევნების უფლება და უფრო მეტიც ჩვენ ქვეყნის შიგნითაც გვაქვს პრეცედენტი, როდესაც ფარულობასთან დაკავშირებით მოსამართლე ხუჭუამ დაადგინა, რომ ნამდვილად, როდესაც ეს ექსპერიმენტი ჩატარდა, ფარულობა დაირღვა აი ამ ნაწილში. რა მოლოდინები გვაქვს, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხს და იცით რა მინდა ვკითხოთ ლექსო, ანუ ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია, ყველას გვესმის ახლა რომ ევროპულ სასამართლოში რაღაც შეიძლება ზოგიერთი პროცესი წლები გაიწელოს, ასე შემდეგ პროცედურული ნაწილი ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ აი ყურადღების დათმობა, აი რაღაცა ბოლომდე მიყვანა აი ამ საქმის რა შესძენს აი ამ პროცესს ეს მინდა გკითხოთ. აი, როდესაც გუშინ გავიგეთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საიას სარჩელი, ну რაღაც კუთხით ხო ის იმ ხალხს, ვინც დამკვირვებლები ვიყავით და ვაკურდებოდით 26 ოქტომბრის არჩევნებს, მცირედი გამარჯვება არის უკვე ეს ჩვენი და ერთი ნაბიჯით წინ გადადგმული ნაბიჯი არის, რადგან ჩვენ ვიყავით რეალურად ის ხალხი, ვინც ჩვენი თვალით დავინახეთ რეალურად რა მასშტაბის გაყალბებას ჰქონდა ადგილი. პირადად მე ჩემი გადმოსახედიდან თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნები ჩვენ არ ჩაგვიტარებია. აბსოლუტურად ყველა უბანზე იყო გაყალბება და აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ რეალურად ამის გარდა არჩევნები 26 ოქტომბრამდე უკვე გააყალბეს, სადაც მოისყიდეს ხალხი, დააშინეს ხალხი და ამ კუთხით ბრძოლა ჯერ გრძელდება. ჩვენ 27 ოქტომბერს უკვე გამოვედით გარეთ და უკვე ლამის 140 დღე არის ქუჩაში ვდგავართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ აი ზუსტად აი ეს პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა, მაგისთვის მიგვეღწია. რასაკვირველია, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომელსაც ვიცით, რომ წლები ჭირდება, მაგრამ რაც მალე დავიწყებთ, მით მალე დავდებთ შედეგს. გვაქვს ასევე შიდა პროტესტი, როდესაც ეს რუსთაველი ყოველთვის იკეტება და სამომავლოდ ასევე არის სხვადასხვა ამ პროტესტის განვითარების გზები, რაღაც შეიცვლება, შეიძლება ლოკაცია შეიცვალოს, შეიძლება ფორმა შეიცვალოს პროტესტის, მაგრამ რაც თავარი არის, ზუსტად ვიცით, რომ ეს პროტესტი არ დამთავრდება, სანამ არ მივალთ ახალ არჩევნებამდე. კი ბატონ, ქალბატონ ნინო, თქვენ რას გვეტყვით, როგორც აი რაღაცა დამკვირვებლის გამოცდილების მქონეც უკვე აი ამ პროცესში. იცით, მე პირადად უნდა გითხრათ, რომ ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მართლა 140 დღეა დავდივართ, გავართ და ვამტკიცებთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ყავს სანაცნობო წრეში ყველას ადამიანები, რომლებსაც არ ჯერათ ამის და გამოდის, რომ შენ რაღაცას ამბობ და ამის საფუძველი არ აქვს, ყოველთვის შეგრძნებას გიტოვებს მათთან ურთიერთობა და ეს არის კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვითარდებით და სწორი მიმართულებით ვაზროვნებთ საერთოდ, იმიტომ რომ აქ არ არის რაღაც საუბარი რაღაც ჩვეულებრივ ორგანიზაციაზე, ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული პარლამენტი და თუ ის, როგორც მე ამიხსნეს იურისტებმა, თუ ის არეგისტრირებს სარჩელს, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ამ სარჩელს აქვს საფუძველი, ძალიან ძლიერი საფუძველი. ეს კიდევ ერთხელ მეტყოლებს იმას, რომ რასაც ჩვენ ვამტკიცებთ უკვე 100, როგორც ლექსომ თქვა, ხო, დაითვალა 40 დღე შეიძლება დაახლოებით 27 ოქტომბრიდან მოყოლებული. ეს არის სიმართლე. ჩვენ მართლა საკუთარი თვალით ვიხილეთ, როგორ გაყალბდა ეს არჩევნები და ეს ფარულობის დარღვევა არის მხოლოდ ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც იქნა დარღვეული ამ არჩევნებზე. ჩვენ თამამად შეგვიძლია თქვა, რომ არაერთი კიდევ სხვა პრინციპი, რომელიც წესით უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას, დარღვეულ იქნა. ამ არჩევნებზე თან ვიყავით იცით ისეთ უბნებზე, ორივე ვიყავით მაგალითად მარნეულში, სადაც ეს ძალიან თვალნათლივ გამოჩნდა. ამიტომ ძალიან როგორ გითხრათ, გვახარებს ეს ინფორმაცია და იმედს გვაძლევს, რომ ის რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, უკვე დამტკიცდება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში და
ცოტა სიამაყითაც ვიტყვი, მე ძალიან ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის სათავეში სწორედ დამკვირვებლები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს სერიოზული კონფლიქტის ძალიან დიდი სტრესის საფუძველზე ის ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო ალბათ დარწმუნებული ვარ ამ სარჩელს. დამკვირვებლებმა, ასე რომ ვულოცავ სრულიად საქართველოს და ვულოცავ განსაკუთრებით აი 2500-ი ვიყავით, ასე ვიცი, დამკვირვებლები, ყველა დამკვირვებელს, რომელმაც 3300 უკაცრავად არასწორად მახსოვდა, ყველა დამკვირვებელს, აი ამ პროევროპულ, პროდემოკრატიულ, მოდით ასე ვთქვათ, დამკვირვებლებს, იმიტომ რომ იქ იყვნენ კიდე ორგანიზაციების წარმომადგენლები, იმათაც დამკვირვებლები არ ვთქვათ, ყველას ვინც იბრძოლა იმ დღეს და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეეგროვებინა მასალა, რომელიც დღეს უკვე საფუძვლად დაედო ამ სარჩელს. კი ბატონო და ლექსოი ბოლო კითხვას დაგისვამთ ორივეს თქვენთან გავაგრძელოთ საუბარი. აი ზოგადად მინდა გკითხოთ, აი რა ვიცი, რაღაც განცდა გაქვთ თუ არა, ან გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ აი რაღაცა ტიპის, არ ვიცი, თუნდაც სიახლე, მეტი სიხისტე, ან კაფიობა არის შემოსატანი პროცესში. ვგულისხმობ აი ისეთი ტიპის რაღაცა, არ ვიცი, მოძრაობებს, გადაწყვეტილებებს თუ განცხადებებს, რაც დაგვაახლოვებს იმ მიზანთან, რასაც ქვია სწორედ ახალი არჩევნების მოპოვება და აი ამ არჩევნების მოპოვება და ისე ჩატარება, რომ სასამართლოს დამოუკიდებელი იყოს, პროკურატურაც ივანიშვილმა ვერ შეძლოს რაღაც თავისი ადმინისტრაციული თუ ძალოვანი რესურსის გამოყენება. იცით, ანუ შიდა ინსტიტუტებთან დაპირისპირება ან მოთხოვნა თუნდაც ხა დღევანდელ სასამართლოში რის იმედი უნდა გქონდეს, რომ ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეხლა მაგ კუთხით ჩვენ თუ კი აუცილებლად უნდა წავიდეთ, უნდა შევიტანოთ სარჩელი, ყველაფერზე აბსოლუტურად უნდა ვიდაოთ, მაგრამ აუცილებლად არის ასევე მოსაფიქრებელი, თქვათ, გაგრძელება. ანუ ყოველთვის იცვლება, ხო? ანუ რაღაც მომენტში ცოტა დაღმავალი არის ტალღა, რაღაც მომენტში ცოტა აღმავალი არის, მაგრამ ფაქტი რა არის, როდესაც ვაანონსებთ ჩვენ ან სხვა ჯგუფები მასშტაბურ აქციას, ყოველ ჯერზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობის გამოდის. ეს იმის მაჩვენებელი არის ზუსტად, რომ პროტესტი არათუ აღმავალი არის, როდესაც ჩვენ უკვე 100 დღეზე ბევრად მეტია ქუჩაში ვდგავართ, მთელი ზამთარი გადავაგორეთ ქუჩაში ყოფნით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არავითარ შემთხვევაში ამ რეალობას და საბოლოო ჯამში მოუწევს ამ ხელისუფლებას ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითაც, რომ ჩანიშნონ ხელახალი არჩევნები, ოღონდ აქ რასაკვირველი არის ხელახალ არჩევნებზე, როდესაც საუბრობთ, აქ იგულისხმება არა იგივე პრინციპით და იგივე სტანდარტებით, რითიც 26 ოქტომბრის არჩევნები იყო, თორემ აქ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ რომ ყველას დასანახად აყალბებდნენ. ამან არ ქონდათ ფარულობაც არ ქონდათ გაყალბების უკვე იმდენად მეტი, იმდენად დიდი რაოდენობა ხმების გაყალბება ჭირდებოდათ, რომ საერთოდ ფარულობა არ იყო არაფრის და ჩვენ ასევე ვიცით ამ დარბევების და ამ გაყალბების შემდეგ დღევანდელ დღეს ქართული ოცნების რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე არის და როდესაც ჩავნიშნოთ უკვე სხვა რასაკვირველი უნდა იყოს შეთანხმებული რა პრინციპით იქნება ჩატარებული. კი ბატონო, ნინო, თქვენ რას ფიქრობთ? მე ვთვლი, რომ უკვე მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებული, ახლა მინდა მაგალითად გაგაცნოთ ინიციატივა, ჩვენ გვაქვს კიდე ეს ინიციატივა კულტურა დემოკრატიისათვის, დაიწერა ძალიან საინტერესო წერილი, რითაც ჩვენ გსურს და უკვე დავიწყეთ ესე მივმართოთ და ვაგზავნით ამ წერილს, მაგალითად კულტურის სფეროში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს, იქნება ეს ფორუმები, ფესტივალები და ჩვენ ვიწერებით ამ წერილში, ვახსენებთ ყველას, რომ ევროპარლამენტმა მიიღო მოგეხსენებათ რეზოლუცია, რომელშიც რეკომენდაციას უწევს ოფიციალურ ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს არ აღიარონ არჩევნების ლეგიტიმურობა და ჩვენ ამის ფონზე მაგალითად ქართული ოცნება ჯერ კიდევ აგზავნის რაღაცა თქვათ ოფიციალურ დელეგაციებს და მათ შორის რაღაც მაღალი დონის კულტურულ ფორუმებზე და ჩვენ მაგალითად ვთხოვთ აი ამ ორგანიზაციებს აღარ მოიწიონ, აღარ მიიღონ, აღარ მიიპატიჟონ ის ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც ქართულ ოცნებას წარმოადგენენ, იმიტომ რომ ამას ითხოვს, ამის რეკომენდაციას იძლევა ევროპარლამენტი და ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ესეთი რაღაცები მოვითხოვოთ უკვე
აი ჩვენ სფეროში არსებული ორგანიზაციებიდან და საერთოდ მე მომწონს რომ არაერთხელ მithქვას რომ პროტესტი იღებს საინტერესო ფორმებს, გადადის რაღაც გარკვეულ სივრცეებში, ამის მაგალითია მაგალითად საზოგადოებრივი ასამბლეა, სადაც ჩვენ ვიკრიბებით, განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება კიდევ სხვა მხრივ გავამრავალფეროვნოთ ეს პროტესტი და მე მგონი ამას ყველაფერს დრო ჭირდება, მაგრამ ეს ფორმებიც მიიღებს აი როგორც თქვენ თქვით საჭირო და აუცილებელ ხისტ ფორმას და მე მაინც მჯერა შეიძლება იდეალისტი ვარ, სულ მეკითხებია ხოლმე, რას ფიქრობ ნინო, რა იქნება? მე მაინც ჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. დღის ამბები 6-ზე არის ამით დაასრულებული, ჩვენ ერთმანეთს უკვე ხამის ეთერში შევხვდებით მეტროებით გემში.